მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2026 წელი ამოცანა ნომერი 10. გამომწვევ ლინზაზე დაცემული სხივი არის პირველი, რომელიც გამოსახავს სხივს ლინზაში გავლის შემდეგ. ასეთი კითხვა გვაქვს. მოდით ამ ამოცანის ამოსახსნელად ასე მოვიქცეთ. გავავლოთ აი იმ პირველის პარალელური სხივი ისე რომ გადიოდეს მთავარ ოპტიკურ ცენტრში, აი აქ. და ჩვენი აგებით ეს სხივი მოდით ისეთი იყოს, რომ პირველი სხივი, აი ეს მეშვიდე სხივი დავარქვათ, პარალელური იყოს ამ მეშვიდესი. ახლა ჩვენ ვავაგეთ ფოკალურ სიბრტყეს, ფოკალურ სიბრტყეს ვეძახით იმ სიბრტყეს, რომელიც ფოკუსზე გადის, აი ამ სიბრტყეს. გამომდინარე იქიდან, რომ ლინზა გამბნევი არის, პირველი სხივის გარდატეხილი სხივი და ამის პარალელური სხივი, რომელიც ცენტრზე გადის და გარდატეხილი სხივის გაგრძელება უნდა იკვეთებოდნენ აი ამ წერტილში. ეს ავარქვათ რაღაც აწერტილი. როგორც ხედავთ, მე-6-ის გაგრძელება საერთოდ აქეთ არის. მე-2-ის გაგრძელება აქეთ მოდის და თუ დავაგვირდებით მე-4-ს, მე-4 თუ გამოვაგრძელებთ, მე-2-ის გამოგრძელება იკვეთება ფოკალურ სიბრტყეში მე-7-სთან. შესაბამისად, აქედან ვასვინოთ, რომ პასუხი არის მე-4. 4. პასუხი G.